ძალიან დიდი ნახვები მქონდა ვიდეოებზე, მაგრამ გამოწერები არ იმატებდა საერთოდ, ანუ გაქვავებული იყო, გაჭედილი იყო ერთ ადგილას და ძალიან ბევრი თვიანი ანალიზის შემდეგ მივხვდი, რომ თურმე უბრალოდ მოტივაცია აღარ აქვს ადამიანს რომ გამოგიწეროს. და ადამიანს რომ გამოგიწეროს რაღაც მოტივაცია უნდა გქონდეს, ერთი რომ შეიძლება რაღაცა სასაცილო იყო, ძალიან მოწონდე, არ ვიცი, რაღაცას გათამაშებას აკეთებდე და მსგავსი მოტივაციის მისაცემად დავჯექით რამოდენიმე ადამიანი და ფიქრის შემდეგ ჩემი შეყვარების იდეა იყო რომ ჩელენჯი გააკეთეო. მე წამოვიდა ეს ჩელენჯი როგორ გაგვეკეთებინა და საბოლოოდ მივედით იქამდე რომ კონკრეტულ გამომწერამდე სანამ არ ავიდოდი, თუ ავიდოდი უფრო სწორად, რაღაც კონკრეტულ შესაძლო დროში, გავაკეთებდი იმას, რაც შეიძლება ძალიან არ მინდოდეს და ეს ადამიანისთვის მოტივაცია ხდება, რომ მოდი ცოტა გავაწვალებ ამას რა, ანუ რო ნახოს ეგეთ ადამიანს, რა უნდა ეგეთ ვიდეოს, რა უნდა რა ეს დავაჭერე, გამოვიწერ და ისეთი რაღაცა ეყოლება, რაც არ შეესაბამება, ასე ვთქვა. და ეს ვიდეო პირველი რო გავუშვი, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა და შედეგიც გამოიღო. ეგრევე დაიწყო ნახება, ესა გამომწერება მატება. ნახები ისევ მაღალი იყო და მეტი ჩართულობაც იყო ამ ჩელენჯის დროს. რადგან, ნუ, ავი ხარ, რო შემოხედავ, არ ფიქრებ, რომ Hello Kitty-ს დიდად გავუხარდება